სანამ ჩვენ ვარჯიშზე გადავალთ, მანამდე გამოიწერეთ ჩვენი არხი. აღწერაში იქნება, ეს იქნება ჩვენი პირველი კოლაბორაცია. და ჩემი დასაწყისი. წამზომი სადა გაქვს? მოკლედ. ეხლა უნდა გავაკეთოთ 10 და 20 მეტრიანი გარბენები რა. ვინც არიცით, სპრინტ ზოგადად დავრბივართ აი ესეთი შუზებით, ფეხსაცმელით. სარბენი ბოტასი ასე ვთქვათ, რომ დავარქოთ რა, რომელსაც აქვს ლურსმები. ამით ყოველთვის იდება სხვა შედეგი, ანუ ეს ბევრად ყოველთვის სწრაფია ბილიკზე და ბევრად უფრო კარგ დროებს დებს ადამიანი ამ ფეხსაცმლით, ვიდრე ზოგადად რაც ნუკრისაც ეხლა ბოტასი. ამიტომ რაც ახლა რა დროებში ახლა ნუკრი ირბენს, იმ დროებს მაგალითად ნუ შევადარებთ მორბენლების დროებს, იმიტომ რომ მორბენლები ჯერ ესეთი საერთოდ სხვანაირად ვართ მომზადებულები და მე პლუს ამას ჩვენ საერთოდ სხვა რაღაცები გვაცვია ფეხზე. და შესაბამისად ამით ბევრად სწრაფები ვართ. ანუ ჩვენს პოტენციალს სრულად ვიყენებთ ამით და ნუკრი თავისი ფეხსაცმლით თავის პოტენციალს ვერ გამოიყენებს, იმიტომ რომ დაფუქსაუდება, ასე ვთქვათ, მარტივად რო ახსნათ რა. ეხლა გავზომავთ 10 მეტრიანი შნურს, ჯერ ვნახავთ ნუკრი 10 მეტრს რამდენ ხანში ირბენს. 10 მეტრიანი აი ეს ბორბალი რო აღსაქმელად რო და გქონდეს დავდე. ნუ მე ზუსტად 10 მეტრიანი დავდგები წამზომით. ხელის წამზომი ყოველთვის ზუსტი არ არის, იმიტომ რომ განსხვავება ხელის წამზომსა და კიდევ ეს უნდა ახსნა ელექტრონულ წამზომს შორის, რომელიც მორბენლებს გვაქვს ჩართული შეჯიბრის დროს. საერთოდ სხვა სამყაროა, ის 30-40 მიასედით ბევრად ცუდ შედეგს აჩვენებს, ვიდრე ხელის წამზომი. ანუ რეალობას აჩვენებს, მაგრამ ცუდ შედეგს რო შევადაროთ რა, ცუდი შედეგი რო ახსენოთ, просто შედარების მიზნით. დამელოდე 3, 2, 1 მე ვზად ვარ. ერთი და 68. შეიძლება მე ცოტა ხელზე შეცდომ მომივიდე, იმიტომ რომ ოდნავ გვიან დავაჭირე. ამიტომ კიდევ ერთხელ უნდა ვცადოთ. იმიტომ რომ ზოგადად ტელეფონზე აღება ძალიან რთულია, წამსომი არ წამომიღია. ერთი და 68, მაგრამ მგონი ოდნავ გვიან დავაჭირე. ვითომ? გონი ოდნავ სტარტზე. ოდნავ დავაგვიანე. იმიტომ რომ მეორე მესამეც და მაინც გვჭირდება, იმიტომ რომ ზოგადად მეორე მესამეც დაზე მოდის. ის რაც მოდის. კაი შედეგი რა. აბა მითხარი მზად თუ ხარ? 3, 2, 1 მე მზად ვარ. არა, ბევრად ცუდია და ბევრად ნელი სტარტი გქონდა. მოკლედ, ნუკრი არის მორაგბე. ასე ვთქვათ, უნდა რომ დიდ გუნდებში ითამაშოს და სურვილი აქვს რომ ისწავლოს სწორად სირბილი. მე ვარ გიორგი მორბენალი, სპრინტერი, რომელსაც ახლა ამჟამად ტრავმა მაქვს და გაჩერებული ვარ, მაგრამ საკმაოდ მალე დავბრუნდები. და ნუკრი მთხოვა დახმარება და მეც ვეხმარებ. ასე ვთქვათ, უხსნი იმ დეტალებს და იმ მარტივ ასე ვთქვათ შესავალს სირბილში, სპრინტში, რაშიც არ არის გარკვეული ნამდვილად. და რაშიც სჭირდება რომ გაერკვიოს, მაგალითად ნუკრის აქვს ტექნიკის პრობლემა, დასაწყისში ძალის პრობლემა იმდენად არ აქვს. აქვს ტექნიკის პრობლემა. თავისთვის რაც სჭირდება, ის ზალა აქვს აფეთქებისთვის. ამიტომ მუშაობთ ახლა მაგაზე. დანარჩენი უკვე ჩვენს წამზომზე და ჩვენს შედეგებზე აისახება. მთავარია ნუკრიმ დაიწყოს გაუმჯობესება. ნახოთ, ნუ ჯერჯერობით. მოდი დრო დავთქვათ, აბა, რამდენი ხანში გაუმჯობესებ. ნახოთ, ორი კვირა. ზოგადად არა. ტექნიკის დახვეწის ხარჯზე შესაძლებელია იყოს ორკვირიანი შუალედი, რაღაცები გამოსწორდეს ორ კვირაში, მაგრამ როგორც ასეთი გადაწყობა, როცა ადამიანი ერთი მოძრაობიდან მეორე მოძრაობაზე ცდილობს რომ გადაეწყოს, ყოველთვის დროები უფუჭდება, ეგ იცოდე. კი. იმიტომ რომ ტექნიკის დამუღამების დროს ნუ გინდა არ გინდა ფიქრს იწყებ რა, აი მოდი ესე მოდი აი დგავარ ეს ხوار დაუდგა ფეხი და რაღაც. ეხლა ეგეთ მომენტებში ვარ. ხო, ანუ ეგეთ მომენტებში. შესაბამისად, დროები ბევრად სხვა არის. მოდი ახლა ტექნიკას თავი გავანებოთ, ესე ვქნათ. უბრალოდ შენ როგორც გაგისწორდება და იცი სირბილი ისე ირბინე
მე დროებს ავიღებ და მე რა ხო ტექნიკაზე ხო მანამდე ვიმუშავეთ ჩვენ და აი მაგებს უკვე ნელ-ნელა მივაქცევთ ყურადღებას რა. ოკეი. ეს ნიშნული აქეთ იყოს, ახლა მანდ იდექი 10 მეტრი მაქვს აი აქ. ზუსტად. დავაი. მოიცა. აი ეს უკვე სუფთა შედეგია. 1 წამი და 74 მეასეთი. კაი შედეგია, ჩასაწერია. მოკლედ 1 წამი და 74 მეასეთი. მგონი 10 მეტრისთვის სრულიად საკმარისია. ახლა 20 მეტრზე წავიდეთ. ვნახოთ აი ნუკრი შემდგომ 10 მეტრს როგორ ჩქარდება, დამზეა და მახუჭინებს თვალებს. ეხლა 20. მოიცა. უცებ გამოვასწორეთ. ამი 2-1 მე მზადვარ. შეზადხარ. არი, მოდი, კაია. კაია. 3 წამი და 0.6 მეასეთი. აჰა. ეს არის ჩვენი 20 მეტრი.